Español სწავლა სულ ახლახანს დავიწყე და აი რა ვისწავლე 4 გაკვეთილში. Hola, me llamo Guanza, vivo en Georgia. Yo hablo georgiano, coreano, inglés, ruso, turco y azerbaiyano. Aprendo español y coreano. Trabajo y estudio. Trabajo mucho, trabajo en línea. Soy profesora. Me gusta español, me gusta España. პირველ და მეორე გაკვეთილზე ძირითადად ვისწავლე თავის წარდგენა, სხვადასხვა ფრაზები, როგორ უნდა შემედგინა ჩემს თავზე და მესამე მეოთხე გაკვეთილში იყო უკვე me gustas კონსტრუქცია, ანუ მე მომწონს. აქ იყო არა მარტო არსებით სახელებთან, ან მაგალითად me gusta español, მე მომწონს ესპანური, არამედ ასევე ზმნებთანაც იყო გამოყენებული. ასევე ვისწავლე ზმნები, როგორ იცვლება პირველ პირში, მაგალითად თუ გვაქვს ზმნა მოგზაურობა, viajar, 5 იცვლება ეს ბოლო და ბოლო ორი ასო, a და r და იქნება viajo, yo viajo, მაგალითად yo viajo mucho, მე ბევრს მოგზაურობ. აქ ჩანაწერები მაქვს, რაც გავაკეთე 4 გაკვეთილის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი არის. რაც მომწონს ამ გაკვეთილებში, ეს არის რომ პირველ გაკვეთილზე ძირითადად ახსნა არის და შენ თავზე წარდგენ წინადადებებს და მეორე ნაწილში უკვე არის მაგალითად რუსულად, ანუ ამ შემთხვევაში ეს ვიდეოები რუსულად არის, რუსულად იტყვის წინადადებას, მე შეგიძლია გააჩერო ვიდეო, შენ თვითონ მოიფიქრო წინადადება, დაწერო, როგორც მე ვაკეთებ ხოლმე. და მერე უკვე შეამოწმო რამდენად სწორად ააგე წინადადება და საკმაოდ მარტივია და პრაქტიკული გაკვეთილები, ამიტომ თქვენს გირჩევთ თუ ესპანური სწავლა გინდათ. გარდა ამისა ვიყენებ Duolingo-ს, ყოველდღე ვაკეთებ ხოლმე გაკვეთილებს იქაც და რაც შევამჩნია ის რომ 6 თვე დაახლოებით ადრე ვსწავლობდი იტალიურს. მე დავანებე თავი, დიდად ინტერესი არ მაქვს იტალიურისადმი. და შევამჩნია რომ ბევრი სიტყვა ძალიან გავს, რასაც იქ გავდივარ, მე მახსენდება რომ ისინი იტალიურში მქონდა ნასწავლი და საკმაოდ საინტერესოა ბევრი მსგავსება რომ არის ესპანურსა და იტალიურს შორის. დროდადრო გაგიზიარებთ ხოლმე რა შედეგი მექნება ამ გაკვეთილების შემდეგ, სულ 50 გაკვეთილი არის და ნახოთ რა გამოვა. ახლა დავიწყე 0 დონიდან, გავაგრძელებ ნელ-ნელა რა რესურსებსაც გამოვიყენებ, თქვენს გაგიზიარებთ.